მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider-ი, მაგრამ განსხვავებულად ჩვენ გუშინ ვერ გავედით ეთერში, ვერც გავიდოდით. დღესაც გავდივართ იმიტომ, რომ თან დაგემშვიდობოთ ორშაბათამდე, ცხადია ამ დღეებამდე, გლოვის დღეებამდე, ვიდრე ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში. მინდა ამ შემთხვევაში Business Insider-ის გუნდის სახელით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უპირველეს ყოვლისა მართლმადიდებლებს მიუსამძიმრო ეს მართლაც განსაკუთრებული ძიმე ტრაგედია პატრიარქის გარდაცვალება, უწმინდეს გარდაცვალება არის ერთი დიდი ეპოქის დასასრული, როგორც არაერთხელ აღინიშნა ჩვენს უახლეს ისტორიაში, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის ფიქრობდი, მაგალითად, რა იქნებოდა, რომ მეცხოვრა იმ დროს, როდესაც საქართველოში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა წმინდა ილია მართალი, ილია ჭავჭავაძე. ვფიქრობდი, რომ რა მოხდებოდა იმ პერიოდში საქართველოში, რომ მეცხოვრა და ახლა კიდევ უფრო მეტად ვიაზრებ, როგორი ბედნიერი ვარ, რომ იმ საქართველოში ვიცხოვრე, სადაც უწმინდეს და უნეტარესი ილია მეორე მოღვაწეობდა მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც მე ცოცხალი ვიყავი მათ შორის და ზუსტად ვიცი, ჯერა, რომ ცხადია უწმინდესი ახლა საქართველოსთვის ლოცულობს, კვლავ იფარავს საქართველოს, კვლავ ფიქრობს საქართველოზე, ისევე როგორც თითოეულ ადამიანზე, ისევე როგორც იყო მისი ყოველი დღე. და მართლაც განუზომელია ის ტკივილი, განუზომელია ის ტრაგედია, რომელიც დღეს აქ ჩვენს ქვეყანაშია. მართლაც საოცარი პიროვნება, არ ვიცი, მე მგონი თითქმის არ არის ადამიანი ქვეყანაში, ვისაც საკუთარი ისტორია არ აკავშირებდეს უწმინდესთან და აი ესეც როგორი გამორჩეული ნაწილია, რომ ჩვენს რიცხოვნობით პატარა, მაგრამ ჯამში ერთი ადამიანი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გაწვდა, არც ისე ცოტა ციფრს მოსახლეობის, რომელთანაც რაღაცამ დააკავშირა ბოლო პერიოდში და წლების განმავლობაში ნათლობამაც კი და მას ბევრთან შეეძლო კომუნიკაცია, ბევრთან შეეძლო ურთიერთობა. სულ პირველად გონდა ბედნიერება 1997 წელს, არ ვიცი, 13-14 წელს ვიყავი ჩემს მშობლიურ ქარელის რაიონში მქონდა საშუალება, როდესაც პატრიარქი იყო ჩამობრძანებული. მაშინ მეხილა პირველად ცოცხლად. შემდგომ რამდენჯერმე მომიწია უწმინდესთან შეხვედრა სხვადასხვა ვითარებაში, სხვადასხვა სტატუსით, თუმცა ერთი შეხვედრა განსაკუთრებით დამომახსოვრდა და ნენადის ჩემ პროფესიასთანაც იყო დაკავშირებული, თუ არ მეშლება იყო 2012 წელი და ალბათ არ მეშლება. ან 2011-2012 წელი. როდესაც პატრიარქი მის ეპისტოლეს ამზადებდა და გულღაც მოხდა ისე მართლა ღვთის წყალობით, რომ რამოდენიმე ახალგაზრდა ეკონომისტს მაშინ ფაქტიურად დამწყებებს, რომლებიც დამწყებებს იმკუთხით, რომ ლექციებს ეს არის ვიწყებდით. გთხოვა, რომ მასთან ერთად გვემსჯელა ეკონომიკაზე, ეკონომიკაში მიმდინარე საკითხებზე და ეს შეხვედრა იმ დღის მერე თვალწინმინდგას არც არასოდეს არ დამავიწყდება ბუნებრივია მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და მახსოვს სხვა შორის რამოდენიმე იმ შეხვედრიდან დღეს ასევე ეკონომისტებს ნაწილს გულისხმობ სამწუხაროდ ცოცხალი არ არის საბოლოოდ თავშევიკავებთ ასახელებისგან ამ შეხვედრის მონაწილეების, თუმცა რამოდენიმე მათგანი ცოცხალია
როგორც კი ამ ისტორიას მოისმენს, მიხვდება რა ისტორიას ვლაპარაკობ. და უწმინდესი როგორ ჩართული იყო ეკონომიკის საკითხების განხილვაში და განსაკუთრებით როგორ აქცენტს აკეთებდა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, რომ მის ეპისტოლეში კარგად ასახულიყო ეს ნაწილი. რაზე მინდა ასევე ყურადღება გავამახვილო, რომ გარდა მისი მართლაც აი ამ ძიმე ჯვარისა, გარდა მისი აი ამ ესე იგი ურთულესი ხვედრის აი ის როგორ ახერხებდა, როგორ იცლიდა, რომ ცალკეული მეცნიერებების და მიმართულებით, როდესაც უწმინდესი მის ეპისტოლეს ამზადებდა, სიღრმეებში ჩასულიყო და მხოლოდ აი ძალიან დიდი განხილვის მერე აესახა თუნდაც საკუთარ ეპისტოლეში მთელი რიგი საკითხები და ასეთი იყო სწორედ ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის საკითხები, რომელიც მოხდა შემდგომ ეპისტოლეში, როგორ მიხარობდა, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა მოხდა ეპისტოლეში, სადაც იყო საუბარი სწორედ მაგალითად საგადასახადო შეღავათებზე სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სფეროს მხარდაჭერაზე, ექსპორტზე. მართლაც ძალიან მიკვირდა მახსოვს იმ შეხვედრაზე, როგორ ერკვეოდა ამდენ დეტალში პროფესიული კუთხით. და დღეს, როდესაც ამ საკითხებს ვიხსენებდი და ამ საკითხებზე მქონდა ფიქრები, ცხადია, დამაინტერესა ერთი ეს ეპისტოლე მოვძებნე. შემდგომ ძალიან ბევრი გამოსვლა ვნახე პატრიარქის გადაგების და მე არ გვეყოფა რამდენი გადაცემა, რამდენი საათი, ან რამდენი დღე, ან რამდენი კვირა, არ ვიცი, არც თვეები. პატრიარქის გადაგებების მოსასმენად და გასაანალიზებლად, მაგრამ რამოდენიმე ნაწილი შევარჩიე, რაზეც მინდოდა რომ დღეს ასევე მცირედ ყურადღება გამომახვილებინა, სადაც ასევე პატრიარქი საუბრობს მაგალითად სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, შემდგომში ახალგაზრდების განათლებაზე და ასე შემდეგ. თუ შეიძლება მინდა რომ ეს პირველი ნაწილი ვნახოთ. და მე მინდა ვთქო ჩვენ საუბრელოებას, რომ მაგალითი მიეცით სოფლის ხალხსა დამუშავეთ საკარმი დამო მიწები და ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხსა. დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის. აი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოს საუბრელოებამ. გარდა მიწის დამუშავებისა, უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხარი, ღორი, ქათმები და სხვა პირუტყვი. ეს დიდად ამოსწევს ჩვენ სოფელს და სოფელი დაეხმარება, პირიქით დაეხმარება ქალაქსა. რამდენიმე ხნის შემდეგ მე გავსინჯა, რამდენად შეასრულეთ ეს ლოცვა კურთხევა. იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ამუშავდება. ამინ, ამინ. მთელი საქართველო მიიღებს ამას. აი ზუსტად ეს პათოსი იყო, ეს თემა იყო, რასაც უყურებდით, ვისმენდით ახლა და აი, როდესაც დღეს ეს ვნახე, ეს ნაწილი უწმინდესის
ქადაგების უწმინდესის საუბრის მოწოდების გამახსენდა სწორედ ის ნაწილი ეპისტოლეზე მუშაობის პროცესში და მახსოვს ასევე იმ პერიოდში ძალიან ბევრს ლაპარაკობდით ახალგაზრდებზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე და ერთ-ერთი ნაწილი სწორედ ახალგაზრდებთან შეხვედრა იყო ძალიან დიდ დროს უთმობდა უწმინდესი ახალგაზრდებთან საუბარს და ახალგაზრდებთან დიალოგს და მათზე ძალიან ზრუნავდა მათი სწორი გზის მიცემაზე განსაკუთრებულად ზრუნავდა მინდა რომ ეს ნაწილიც ვნახოთ. ზოგიერთ გონია რომ ფიზიკური შრომა ეს არის სასჯელი ღვთისა. სინამდვილეში ფიზიკური შრომა დედამიწაზე არის დიდი წყალობა ღვთისა. მედიცინაში არის ასეთი ტერმინი კუნთების სიხარული. აი ადამიანი ბრუნდება სამუშაო და დამუშავო მიწა დაღლილია, მაგრამ სიხარული ეუბნება მას და ამას ეწოდება კუნთების სიხარული. ბავშვის ფსიქოლოგია აი ბავშვსა რომ უთხრა რომ შენ ცუდი ხარო უდიჩო ხარო აი არიან მასწავლებლები რომელნიც ეუბნებიან შენ არ ვარგი ხარ შენ უდიჩო ხარო იმ დღეს მე უნდა დაითხოვოს დირექტორმა ასეთი მასწავლებელი ბავშვს უნდა უთხრა რომ შენ ნიჭიერი ხარ შენ გენიალური პიროვნება უნდა იყოს შენ მრავალი ნიჭი მოგცა ღმერთმა ხოდა ის მართლა ნიჭიერი ხდება მე ძალიან გთხოვთ რომ სერიოზულად მოვკიდოთ ხელი ამ საკითხს ბავშვების აზრდა აი ხშირი შემთხვევა როცა თითქოს ბავშვებს უხსნებიან შრომას არასწავლიან და გამოდიან უსაქმურები და უცოდინებში ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ და გაგაძლიეროთ ხო, მართლაც როგორი შთამაგონებელია და შთამბეჭდავია შრომის მოყვარეობაზე საუბარი ახალგაზრდების შრომის მოყვარეობაზე და იმ ნაწილზეც თუ ჩვენ სითოული ჩვენგანი ჩემი თაობა კიდევ უფრო სიასაკის ადამიანები როგორ უნდა ვექცეოდეთ ახალგაზრდებს ბავშვებს როგორ უნდა ვადლებდეთ სწორ გზას ზოგადად უწმინდესი კიდევ ერთხელ გარდა რელიგიური საკითხებისა, ბევრი საკითხი იყო მართლაც რელიგიის მიღმა, როგორ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხებზე გოსაუბრება ყოველთვის, მათ შორის კიდევ ერთხელ განათლებას განსაკუთრებული როლი აქვს და მე მინდა რომ კიდევ ერთი ნაწილი ვნახოთ. პირველი თქვენი თანამგზავრი უნდა იყოს წიგნი. წიგნებს უნდა კითხულობდეთ. და წიგნი გაგიყვაოთ გზას თქვენ ნახავთ გზას ჭეშმარიტებისა მე მახსენდება ჩემი სასწავლო წლები და ერთი პროფესორი გვეუბნებოდა
რომ სასულიერო სემინარია და სასულიერო აკადემია შეიძლება დაამთავროს ადამიანმა და არაფერი არ ესწავლოს. სასულიერო აკადემია და სემინარია და სასწავლებელი საერთოდ უნივერსიტეტი, სკოლები ადამიანს აძლევენ გასაღებს. აი ამ გასაღებით უნდა გააღო ის დარბაზი, სადაც შენ მიიღებ განათლებას. განათლება არის ღვთისაგან მოძებული ნათელი. დიახ, მართლაც რა ვხელა მნიშვნელობას ანიჭებს პატრიარქი განათლების საკითხებს, რომ მართლაც განათლება ისგან მონიჭებული შესაძლებლობაა. ამ შემთხვევაში ჩემი სტყობით ვიტყვი ამ ნაწილს და როგორ თითოეულმა ჩვენგანმა და რა თქმა უნდა ახალგაზრდებმა ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ ნაწილს, რაც პატრიარქმა შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე დაგვიბარა და გვითხრა, რომ ასე უნდა გავაკეთოთ და რაც თავარია, ყოველთვის კიდევ ერთხელ ძალიან ბევრის თქმა შეიძლება, ძალიან რთული ამ ყველაფერზე საუბარი წარსულ დროში, მე თვითონ იმ დროს როცა სადღაც გულში თორე ჩვენგანი რაღაც შემთხვევაში ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ну თუ ეს მოხდა ჯერ კიდე დაჯერებაც რომ რთულია, თუმცა მაინც ყოველი ძნელბედობის ჟამს მაინც მახსენდებოდა ჩემთვის განსაკუთრებული სიტყვები უწმინდესისგან მინდა ეს ნაწილიც ვნახოთ. არ დაკარგოთ იმედი, ყველაფერი იქნება კარგად, საქართველო დამშვიდდება და დადგება სამშვიდობო გზაზე. დიახ, რა თქმა უნდა, ყველაფერი იქნება კარგად, ზუსტად ამ ნაწილით მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩემი გულის ტკივილი. კიდევ ერთხელ მიუსამძიმრო საქართველოს თელ მოქალაქეს, ყველა მართლმადიდებელს და შევხვდებით დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია.